30 აპრილს საქართველოში ბიბლიოთეკარის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა. მისაუბრეს საბიბლიოთეკო სფეროში დანერგილ სიახლეებსა და სამომავლო გეგმაზე. ღონისძიებაზე სპეციალური სიგელებითა და დიმიტრი ყიფიანის მედლით ეროვნული ბიბლიოთეკისა და რეგიონიდან მოწვეული ბიბლიოთეკარები დაჯილდოვდნენ. პარალელურად მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ბოლო პერიოდში შეძენილი იშვიათი რარიტეტული გამოცემები, მათ შორის ფოტოები და ხელნაწერები. დღეს არის ბიბლიოთეკარის დღე და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამას მასშტაბური ღონისძიებით გამოვეხმაუროთ. ეს გულისხმობს გარდა გამოსვლებისა, გარდა მათთან ურთიერთობისა, დღეს მათ დაჯილდოებას, მათ შორის ყველაზე ღვაწლმოსილების დაჯილდოებას დიმიტრი ყიფიანის მედლით. ეს მედალი ჩვენ შემოვიღეთ შარშან. მივულოცეთ ჩვენ პროფესიული დღე ერთმანეთს, გარდა ამისა ჩვენ ძალიან საინტერესო მოხსენებები ქონდა, პრეზენტაციები წარმოადგინეს ადამიანებმა საკუთარი საქმიანობის მიხედვით, გამოწვევები რა არის საბიბლიოთეკო სისტემაში ქვეყანაში და ამავე დროს დაჯილდოვდა 4 მუნიციპალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, რომელიც ღვაწლმოსილია და დიდი დამსახურება აქვს ამ მიმართულებით და ასევე დაჯილდოვდა 4 ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს ეროვნული ბიბლიოთეკის მიმართ და წლებია მუშაობს აქ და ძალიან დიდი საქმე აქვს შესრულებული. სახელიც კი შეგაკრთობს, როცა დიმიტრი ყიფიანს ახსენებ და ამ დროს ბიბლიოთეკარს მიანიჭეს ძალიან დიდი ადგილი და აჯილდოებენ მას მისი მედლით. ეს ძალიან დიდი მიღწევა და ძალიან დიდი დაფასებაა.